შეეცადა ეთქვა რომ ევროპა და ევროინტეგრაცია მაგისი თქვათ ინტერესებია ძალიან დიდი ევროატლანტიკური, რადგან მე მას უთხარი რომ ხო არ გავიწყდება რომ მინისტერიალი იყო ახლა მეთქი საქართველოში არაფორმალ მინისტერიალი ევროკავშირის, რომელსაც ევროკომისარი ფულე უძღვებოდა. და შევახსენე იქ ისხდნენ მეთქი ბელორუსი, უკრაინა, სასუნხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და ვინ გამომრჩა. ესენი ყველა ევროპისკენ მიდიან თქო და შენ ახლა რომ მიჩემებ რომ თითქოს შენ აღმოაჩინე ევროპა და ყველა სიკეთერეკები, აი ეს ქვეყნებიც მეთქი, სულ ყველა იქ გაწევრიანებისთვის იყვნენ. ეს მინისტერიალი ამას ეძღვნებოდა მეთქი, ხომ კარგად იცი. თანაც შენ ყველაზე წინაც არ ახარ მეთქი, მოლდოვა გვისრებს, ყველაფერს რო თავი დაანებო. ეს არ მოეწონა და ამის მერე მეუბნება, არა თქვენ ნოემბერში ვერ მიიღებთ, რაც თქვენ გინდათ. რატო ვერ მიიღებთ? მე ვთქვი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკეთესად, ვიდრე აკეთებდით თქვენ. აი IPP დაბლოკავს მაგასო. IPP ეს სახალხო პარტია, რომლის წევრიც სააკაშვილია. ნუ ახლა ესეთ აბსურდამდესაც მივიდა, რადგან მე ისევ გემილით უპასუხე. მას დღეს აქვს განცდა ის, რომ ყველა წარმატებულობაში აჩვენოს და ცდილობს მისი ბოლო განცხადებებით, რადგან მე მას მიუთითე ძალიან მკაცრად, რომ დააზიანოს ქვეყანა და აჩვენოს ცუდი კუთხით.